რაც შეეხება ამ დეპუტატებს, გახარია მის სახსენა მე მახსოვს თქვენ ეთერში გახსნა გამარტების დროს რომ მე ვასულიერებდიო მათო გუწფელად გეუბნებით, ერთადერთი შვილი მყავს იმის თავსფიცა ვარ, მე მაგის მოსულიერებული იქ ნამდვილად არავინ მინახავს, არც მისი ყავით და წყლით გამასპინძლებული არავინ მინახავს, ან მაგის ცეცალა და არც მისი ხაშლამა ჩამოტარებული, რა ვიცი ხა, იქ უბრალოდ მაგისი არც დრო იყო და არც სიტუაცია, რას ქვია გამომასპინძლე და რას ოთახ-ოთახ დარბოდიო, არც ოთახ-ოთახ მისი სირბილი არ მინახია, მე ოთახ-ოთახ ნახე როგორ დარბოდა სოზარ სუბარი, იმიტომ რომ იმ ოთახიდან ბატონო იმ ოთახიდან ძალიან ცუდად ჩანდა ის მიმდინარე პროცესები, იქ რაც მიდიოდა რაღაცა კუთხე იყო თქვენ უკეთ გეცოდინებთ ა პარლამენტიდან რაღაც როგორ ჩანს რა ოთახიდან რა ხედია და სოზარი გადიოდა მახსოვს და იყურებოდა იქ რა ხდებოდა ტელევიზორში ერთი მომენტიც მახსოვს შემოვიდა და უთხრა რომ უკვე სროლა რო დაიწყო მერე რა ხდებაო და ძალიან ისე აგდებით გვიპასუხა მეც იქ ვიყავი ყველა აღშფოთებულები ველაპარაკებოდით გვიპასუხა რომ ეგო ის არისო კაცო ეგ ძველი ესე როგორც ის ხომ თავის ცინიკური იმით ეგო ძველი კადრებიაო ეგ ოპო არხები ვატრიალებენ ძველ კადრებსო, ნუ ავიც კი ბატონო ატრიალებ. ეს უთხრა სოზარ სუბარს. მეც ვიყავი, რომ უთხრა სოზარ სუბარს. ერთი წუთი სოზარ სუბარმა რა უთხრა, რის პასუხად უთხრა გახარიამ სოზარ სუბარს, ესო ძველი კადრებია ოპოზიცია ატრიალებს. აი სროლა რომ დაიწყო. ტყვიების. იცი და მე ვერ ვარჩევდი ხა ტყვია იყო თუ რა, მე მგონი სროლა რო დაიწყო. ბატონო ელეკოს გარდა აქ ვერავინ ვერ გავარკვევთ, მაგას ხმაზე რა იყო გაზის ბალონი გასროლილი თუ იყო ტყვია, უბრალოდ ხმა სროლა იყო. რარის მერე იყო მე ამის თქმა უნდა. სუბარმა უთხრა რას შვებიო? რა შვებიო ესეთი ცოტა ესეთი შეშლილი სახით შემოვარდა რომ რა არის ეს რა უბედურებაა, იმიტომ რომ იქ ისეთი ასე ვთქვათ ხალისიანის ქონდა თითქოს არაფერი არ ხდებოდა გარეთ. გახარია იყო ხალისიანა? ხალისიანი ცოტა შეიძლება გადაჭარბებულად თქვა, მაგრამ აი არ ეტყობოდა ის რომ აი განსაკუთრებულად რაღაცაზე იქ დარდობდა რა ხდებოდა გარეთ. უბრალოდ ძალიან გასაკვირი იყო ეს.